პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დაუჯერებელია 30 ადამიანი ერთი და იმავე აზრს და შინაარს აყალიბებდეს ზუსტად ერთი და იგივე სიტყვებით და თანმიმდევრობით. 30-მდე დაზარალებული გამოიკითხა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და წინადადება ბრალდებულების მიმართ პრეტენზიასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად იდენტური 100%-ით ემთხვევა 30 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი, სხვადასხვა სამუშაო გამოცდილების, სხვადასხვა დასაქმების ადგილის მქონე ადამიანებისგან გაჟღერებული ერთი კონკრეტული წინადადება დაზარალებულებთან დაკავშირებით იდენტურია 100%-ით ერთმანეთს. ეს არის შეუძლებელი ფაქტობრივად მოხდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე, წინასწარი დარიგების გარეშე. ეს არის ფაქტობრივად მტკიცებულება იმისა, რომ პროკურატურიდან ან საგამოძიებო უწყებიდან ამ მოწმეებს აქვს მიღებული საშინაო დავალება, რა კონკრეტული სიტყვათა თანმიმდევრობა უნდა გააჟღერონ სასამართლოს ხდომის დარბაზში. ეს არის პირველი ნაწილი. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტობრივად დღეს და სხვა დროს სხვა მოწმეებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ მათ აქვთ პრეტენზია კონკრეტული იმ ადამიანის მიმართ, ვინც ისინი დააზიანა. ხოლო ყველა ადამიანის მიმართ ან იქამდე სანამ ვინმე კონკრეტულად სახელობით იდენტიფიცირებული არ არის როგორც მათი დამზიანებელი, აქვთ ზოგადი გაკიცხვის სტანდარტი და მოთხოვნა, ესე ვთქვათ, მოდი მორალური პრეტენზია, რომ რატომ მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში თუ დადასტურდება, რომ მონაწილეობდნენ. გამოდის, რომ სამართლებრივად რელევანტური არ არის, რას ეუბნებიან ეს ადამიანები პრეტენზიასთან დაკავშირებით სასამართლოს და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ირაკლი კობახიძე არ იტყუება და ძალადობაში მონაწილეობდა 1000 ადამიანი, გამოდის, რომ 11 პირის საქმეზე მხოლოდ 1.1%-ია ალბათობა იმისა, რომ ესენი ნამდვილად არიან ის ადამიანები, ვინც ამავე საქმის დაზარალებულები დააზიანეს. 1%-იანი ალბათობით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება მიღებული იქნას გადაწყვეტილება, არ შეიძლება გამოტანილი იქნას გამოტყუნებელი განაჩენი და არ შეიძლება დადგენილ ფაქტად მივიჩნიოთ ის, რომ ამ 11 პირიდან ვინმე დააზიანა. Ხდება განცდა, რომ ეს ადამიანები მოდიან უკვე დარიგებულები, რადგან ვერ ამბობენ, რომ სინდისის პატიმრებს რომელიმე სწრომენ, ძალიან ზოგადი ჩვენება უნდა მისცენ სასამართლოშიც და აღნიშნონ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთ მათგანს ვერ სწრომენ, მაინც აქვთ პრეტენზია ასევე არა მარტო საკუთარ დაზიანებასთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად კოლეგიალობას იცავენ თუ არ ვიცი ასაკეთებენ, ამბობენ, რომ აი სხვა პოლიციელი რო დაზიანდა იმასთან დაკავშირებითაც მე მაქვს პრეტენზია, რაც ცალსახად ცდება იმ კრიტერიუმებს, რომელთაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლოს. როდესაც ამბობს, რომ მე მაქვს პრეტენზია და მე მაქვს ინტერესი საქმის მიმართ, მინიმუმ ერთი ფურცელი მაინც უნდა ქონდეს წაკითხული საქმესთან დაკავშირებით. არც ერთი მათგანი განხორციელებული არ აქვს. არც ერთი მათგანი ნანახი არ ყავთ არათუ უკანონო მოქმედებასთან დაკავშირებით, ანუ კანონიერად აი იქ რო იდგა უბრალოდ ანდრო ჭეჭინაძე და აპროტესტებდა ევროპულ მომავალს და იცავდა ამ ყველაფერს, ნანახიც კი არ ყავთ ეს ადამიანები. შესაბამისად, ამას არ სჭირდება იურისტობა, ის რომ დადგინდეს კავშირი ამ ადამიანებსა და სინდისის პატიმრებს შორის. გამოძიება დაადგენს, რომ ამობენ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, განსახილველ საქმეზე დასრულებული არის თუ არა გამოძიება? დღეს ერთ-ერთი ის ფაქტი იყო, რომ არც კი იცოდა მოწმემ, რომ გამოძიება დასრულებული ამ საქმეზე და მეტიც. გამოძიება ამ საქმეზე დაახლოებით მარტის დასაწყისში დასრულდა უკვე. იმ პირობებშიც, რომ უკანონოდ იყო გაგრძელებული გამოძიების პერიოდიც. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დასტურდება ის აბსურდი, რასაც საუბრობენ მოწმეები, რომ აი გამოძიება დაადგეს, როგორ დაადგეს, უკვე გამოძიება დასრულებულია.